დასავლეთ საქართველოში მივემგზავრებით, გვექნება თათბირები, ჩემი ტრადიციული თათბირები, ხალხთან ერთად საქართველოს მხარეებში, იმისთვის რომ გავაზიაროთ ჩვენი წინააღმდეგობის სურვილი და ვიფიქროთ წინააღმდეგობის სხვადასხვა და ახალ ფორმებს. ოპოზიცია მუხტის შესანარჩუნებლად ახალ გზებს ეძებს და ყველა თანხმდება, რომ არსებული აქციების ფონზე სხვა საშუალებაა მოსაძებნი, რათა პროცესები მათთვის სასურველი შედეგით დასრულდეს. ამაზე მეტყველებს მათი ბოლოდროინდელი განცხადებები, რასაც თან ერთვის ის, რომ ოპოზიცია ისეთი ერთიანი აღარ არის, როგორც ადრე იყო. ერთ-ერთი, ვინც მუხტის შენარჩუნებას ცდილობს, ანა დოლიძეა, რომელიც გამოსავალს თათბირებში ხედავს და სწორედ ასეთი თათბირების ჩასატარებლად გაემართა რეგიონებში. საქართველოს გათავისუფლების ბრძოლა არის გრძელვადიანი ბრძოლა. მან შეიძლება შედეგი მოიტანოს 3 თვეში, ამინ, მაგრამ შეიძლება შედეგი მოიტანოს 4 თვეში, 5 თვეში და ასე შემდეგ. მთავარია ჩვენ ეს წინააღმდეგობა შევინარჩუნოთ. ახალი ფორმები ჩვენ ხალხთან ერთად უნდა ვეძებოთ. და დღეს მე სწორედ ამას ვაკეთებ. დასავლეთ საქართველოში მივემგზავრებით, გვექნება თათბირები, ჩემი ტრადიციული თათბირები, ხალხთან ერთად საქართველოს მხარეებში, იმისთვის რომ გავაზიაროთ ჩვენი წინააღმდეგობის სურვილი და ვიფიქროთ წინააღმდეგობის სხვადასხვა და ახალ ფორმებს.